ვახუშტი ბაგრატიონის ეს ორი უნიკალური ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო რეესტრში განთავსდა. აღწერა სამეფოსა, საქართველოსა და გეოგრაფიული ატლასი გამოჩენილმა ისტორიკოსმა, გეოგრაფმა და კარტოგრაფმა 1753-55 წლებში შექმნა. ვახუშტი ბაგრატიონმა დოკუმენტებზე მუშაობა, მასალების შეგროვება და დამუშავება საქართველოში დაიწყო. მოპოვებული ინფორმაციები კი ხელნაწერებად რუსეთში აქცია. ვახუშტი ბატონიშვილი ეს გახლა პირველი კარტოგრაფი და გეოგრაფი, რომელმაც ასე სრულად აღწერა საქართველოს ისტორია და გეოგრაფია და აგრეთვე ასე სრულად დახატა რუკები. მაგრამ ეს მის მიერ გამოყენებული მასალიდან ჩანს, რომ საქართველოს კარტოგრაფია განვითარებული ყოფილა. კარგი კარტოგრაფი იყო აგრეთვე მისი მამაც ვახტანგ მეექვსეც და ის ეხმარებოდა ამ რუკების შედგენაში. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ეს არის ხელნაწერი, რომელშიც საქართველოს ისტორია უძველესი პერიოდიდან მე-18 საუკუნის 40-იან წლებამდეა გადმოცემული. ნაშრომში ასევე დაცულია ცნობები საქართველოს ცალკეულ სამეფო სამთავროებზე, რომლებსაც თან ახლავს მათი გეოგრაფიული აღწერილობა. ხელნაწერს დართული აქვს ისტორიული ფაქტების ქრონოლოგია და წელთაღრიცხვის სისტემაც. გეოგრაფიული ატლასი კი 19 რუკისგან შედგება და მთლიანობაში საქართველოს პირველ დეტალურ კარტოგრაფიულ ნაშრომს წარმოადგენს. რუკებზე გამოსახულია ქვეყნის ქალაქები, მდინარეები, მთები, ტბები და ყველა თვალსაჩინო ნაგებობა. ატლასს ქართული სამეფო ოჯახების გენეალოგიაც ერთვის თან. ის რუკებს უკვე მე-18 საუკუნეში იყენებდნენ დასავლეთ ევროპის მეცნიერები. მაგალითად ჟოზეფ დელილი, რომელიც იყო ფრანგი, მის რუკებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კავკასიის საქართველოს რუკა. და ის სწორედ ვახუშტი ბაგრატიონის რუკების წყალობით გაიცნო დასავლეთ ევროპა, კავკასია. ვახუშტი ბაგრატიონის ეს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერები დღეს ეროვნულ არქივში გამოიფინა. ამ უნიკალური მასალების გასაცნობად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ისტორიკოსები, გეოგრაფები და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ეროვნულ არქივში, რომელიც შედის ინსტიტუციის სამინისტროს გამგებლობის სფეროში, ვიღებთ ვალდებულებას ჩვენს მეცნიერებთან ერთად, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ატლასს და აღწერა სამეფოსა საქართველოსას მოვუვით და დავიცავთ ისე, რომ არასოდეს არ დადგეს ეჭვქვეშ მისი საერთაშორისო რეესტრში ყოფნის საკითხი. ეს არის იუნესკოს ძალიან მნიშვნელოვანი სია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ხელნაწერებს, აუდიოვიზუალურ მასალას, რომელთაც განსაკუთრებული ისტორიული და ზოგადად საკაცობრიო მნიშვნელობა გააჩნიათ და რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ ისტორიის მატარებლებს, რომელთაც ჩვენამდე მოიტანეს კაცობრიობის ისტორია. ნომინაციების წარდგენა მოხდა ჯერ კიდევ გასულ წელს, ამაში ჩვენ ხარი დაგვიჭირა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ექსპერტებმა, მართლაც დიდი მადლობა მოვახსენო. ნომინაციების დროს გაგზავნილი იქნა დეტალური ინფორმაცია ორივე დოკუმენტის შესახებ და ამის შემდეგ საქართველოს იუნესკოს წარმომადგენლობამ ეს მონაცემები გადააგზავნა სათავო ოფისში, სადაც მოხდა მათი შეფასება, დასკვნის მომზადება საბოლოოდ და უკვე მსოფლიო რეესტრში შედგა. ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ვახუშტი ბატონიშვილის ხელნაწერთა ასლების გაცნობა დაინტერესებულ პირებს 10 აგვისტომდე შეეძლებათ.